მოგეხსენებათ, რომ პროფესიული განათლება და 2013 წლიდან რეკორდების სამინისტრომ შექმნა პუბლიკაცია დამსახურების ჩატარების შემდგომ პროცესებში ჩართული. სამინისტრო, მაგრამ უშუალოდ მარებაში შეგდებათ დასაქმების პრობლემა გახდა. გულისხმობს დამსაქმებელთან ჭიდრო პროცედურები უნდა გაევლო, ჩარიცხულიყო და იქ არსებობდა მას სათანადო დადასტურებული. That we are going to develop in Georgia with the პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ დაბალკონკურენტიანი ჯგუფების გააქტიურება შრომის ბაზარზე. ბუნებრივია, როდესაც დაბალკონკურენტიან ჯგუფებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მოვიაზრებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ერთვება ამ პროცესში და ჩვენი ამოცანა გახლავთ თბილისსა და ყველა რეგიონულ სერვის ცენტრში ყავდეს გამოვყოთ თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ამ ჯგუფებთან. ამ თანამშრომლების, ამ კონსულტანტების მთავარი ამოცანა იქნება შეისწავლონ და კონსულტირება გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაზღვრონ მათი უნარები, თუ რამდენად მზად არიან ისინი უკვე არსებული შესაძლებლობებით ჩაერთონ ამ პროცესში. გარდა ამისა, მათი ამოცანა გახლავთ დააკავშირონ ეს მოქალაქეები სამუშაოს ვთქვათ დამსაქმებელთან, გარდა ამისა ააწყონ ნორმალური კომუნიკაცია ასევე დამსაქმებელთან ამ პირებმა და ამის შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ამ პირების გადამზადება, რათა მათ კომფორტულად იგრძნონ თავი არსებულ სამუშაო გარემოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რადგანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის იქმნება შუალედური რგოლი, რომელიც მათ დაეხმარება დასაქმებაში. პროფესიულ განათლებაში მოგეხსენებათ, რომ ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა დაწყებული არის 2013 წლიდან და დღემდე 426 პირი ჩაირიცხა უკვე პროფესიულ სტუდენტად. აქედან დაახლოებით 40%-ს უკვე დამთავრებული აქვს და განათლების მიღება, თუმცა ჩვენ სტატისტიკას გადავხედეთ და ვნახეთ, რომ საჭირო არის დამატებითი სერვისების განვითარება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი. თავარია, რომ ქვეყანაში ეს პროცესი იწყება. მსგავსი სერვისი წარმატებით ხორციელდება ევროპის ქვეყნებში. მე ვილოცავ საქართველოს, რომ ამ მიმართულებით რეალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო. შემდეგი ეტაპი იქნება მის ხარისხზე მუშაობა. საქართველოში ნამდვილად არსებობს პოტენციალი იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულება კარგად განვითარდეს. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ რესურსებით და იმ პირობებით, რომელსაც პროცესის დასაწყისისთვის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების თავაზობენ. ჩატარებული ინტერვიუებით გამოიკვეთა, რომ გასაუბრებაზე მოვიდნენ მოტივირებული ახალგაზრდები. მათ აქვთ უნარი განავითარონ აღნიშნული სერვისი საქართველოში და რეალურად შეცვალონ სურათი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმების მიმართულებით.